შიგნით როგორია, შეხედეთ. შეხედეთ. გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო. დღე მშვენიერია, განწყობა მშვენიერია და ის დრო რო პასკები დავიწყოთ. მთელი წელი ველოდებით რომ მიამათ. ხელში რა მიჭირავს? თავაროში ვინც არის დღეს. ჯადოსნური სითხე. ამან უნდა გააგემრიელოს პასკა. არა მარტო ამან. დანარჩენ მოდ დავათვალიეროთ. აი რეები მექნება დღეს მე. კარაკი გვექნება. გაინტერესებდათ ყველას რომელი კარაკი თაკეთებ, რომელი ორდენბურგერი ვაკეთებ და ხო არ უღალატებდი, რძეს ხო არ მოუყვანდი სხვას. რძეს ორდენბურგერისა ეყოლება. ჩირები, ქიშმიში, საფუარი, კვერცხი, ფქვილი და კეთილი გული კიდევ. თავარი. ახლა მოდით პირველი მე რასაც გავაკეთებ, აი ამ ჯადოსნურ სითხეს. გადმოვიტან ამ ჯურჯერში. მთლიანად გადმოვიტან და ჩირები მთლიანად ჩავყრით. ყველას. ალუბალი, ლაიმი, ლიმონი. არა, ქიშმიშს დავიტოვებ. აი, ეს მაქვს ცომისთვის. ამას მე ეს გადავდოთ გვერდზე, წავიდა იქით, სანამ მოვამზადებთ ეს მერე გვჭირდება, მერე. აი ქიშმიში ჩავყრით ძირითადი, რაც უნდა ვიხმარო, 120 გრამია აქ, 120 ზუსტად. აი ქიშმიში ტყვია აქ. ესეც გადავდოთ გვერდზე. აი მეგობრებო, ვაკეთებ ოპარას. რძე არის ოთახის ტემპერატურისა. არ შემითვია არაფერი, პირდაპირ აი ესე ორი ჭიქა. თქვენ რა ჭიქაც გექნებათ, იმ ჭიქით გააკეთებთ. თანაბარი რაოდენობა უნდა იყოს ფქვილი და რძე. აი. ხო, ცოტა შევცვალე ოპარა. ეს ორი ჭიქა. აი ხა უყურეთ, შაქარს არა, თაფლი. სადღაც 1 სუფრის კოვზი. ეყოფა თვალის ზომით გავაკეთე, მაგრამ 1 სუფრის კოვზი უყავით და აი ახლა მინდა გაჩვენოთ, უყურეთ, აი საფუარი. 1 კოვზი, 1, ეს არის მაქსიმუმ 4-5 გრამი, აი შეხედეთ. და მოვიშორეთ, ეს აღარ გვიდა. ეხლა კარგად ურიო და კარგად გავხსნათ ეს. საფუარი, თაფლი და რძე. შევიყვანოთ ფქვილი. ესეც ორი ესეთი ჭიქა. თანაბარი იხმარეთ, თანაბარი, რასაც იხმართ, თუ 100 გრამიანები